თქვენი ყოფილის ახლანდელს რას ეტყოდით? მაგ რაღაცებს ვეთყოდი არ ვიცი. ბოზიშვილი ვიყო, ეხა თუ არ მაკოცებ წავალ. მე ანუ დღეს ნაურობთ? ხო. ისე ეგეთ რაღაც გიჟებს ხო ეგეთ. ლეიფსი ზახი სანტა მადრე დე ქრისტოს. აი გოგო რა იქოს ეწევა, იმენ არ შემიძლია რა. გეია? შენა გოგო. რაუ დაგენძრა ძმა. მოგესალმებით ლევან, მარიამ. როგორ ახართ? შვენივრად. შვენივრად. სექსუალურად. სექსუალურად. საინტერესოა. შვენივრად და სექსუალურად. მომიყევით ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რა შვებით? დაიწყე. მე დავიწყო. მე ვარ მარიამი, დავიბადე 2000 წელს. დრაკონი ვარ, მაგარია. და რა ვიცი, რა ვინც ვერაფერი ვერ ისწავლა, ყველა ეძახის კონტენტ კრეატორი ვარ და მეც კონტენტ კრეატორი ვარ. რა თქმა უნდა, კონტენტი არ მაქვს. უბრალოდ კრეატორი, ხო, კრეატორი დავრჩი კი. რა საკრეატორი? და თან აი ხო იცი ელიავაზი მუშები რო არიან რა, ყველაფერს ჩნიკები რო არიან, აი ეგეც ვარ რა. ანუ ყველაფერს რაღაცები გამომდის. მუსიკას ვაკეთებ ახლა, ძალიან მაგარს. აფრობიტ შემოგთავაზებ. მონიტაზებს კეთი? ვამონტაჟებ. ამონტაჟებ. ვამონტაჟებ. ოკეი, კაი, ანუ კრეატორი ხარ, გავიგე, ანუ რას აკეთებ მართლა? აი მართლა მაგას კრეატორი. გავიგე, მაგრამ რას? ეხლა მუშაობ ტურისტებთან. ეხლა უფრო მძღოლად კი. მაგრამ პრავა არ მაქვს, ეგ არიცია. უფრო მძღოლად. მანქანის გარეშე რა, ასე და. ხო, აი ზუსტად რა, ფეხით დამყავს ტურისტები. საკაიფო ასწორებს კი, კაიფული გეთდება. ანუ თარჯიმანი ხარ თუ უბრალოდ ან ხო დადი ხარ? ტრანზისტერი. ტრანზისტერი ხარ? ხო. ნაღდი. ნაღდი. ნაღდი ტრანზისტერი. დიპლომი მაქვს, სხვათა შორის. ისი. ტრანზისტერუმის. რა არის? არიცი? არა. ეგ როგორ არის? ხო. კოვიდის პერიოდში რო ონლაინ გამოსწორებით ჩა. აი, ხო და რა არის? მართლა არის ამიხსენეთ. ზუსტად. ხო, აი თარჯიმანი რო ხარ, ოღონ კარგად რო არიცი და მე ტრანზისტერი გამოდიხარ, გაიგე? მაგრამ ეკაიფება. ჰაი ლეველია. გათიშეთ გადაცემა. კაი, ოკეი, გასაგებია. ნუ, ასე თუ ისე, ლევან შენ რა საქმიანობ? ვინ ხარ? მე ვარ ლევანი ვარდიშვილი, 23 წლის ვარ. ლევანაზე გვარი გაქვს. ყვავი. სეულში ვსწავლობ. ანუ წესი დამთავრებული უნდა მქონდეს, მაგრამ 2 წელი ეს ეპიზოდი რო დაიდება, დამთავრებული დამთავრებული. ხო, ნუ 2 წელი ჩამივარ და რა. ტურიზმზე ვსწავლობ, მაგრამ ვაფშე არ მაინტერესებს რა. ანუ ძალიან შეჩავაბარი. ამ თემაზე. მე რა ძალიან საინტერესოა მინდა. ხო, რაღაც კუჩა ახლოს არის. ტრანზისტერი ვარ და მე წაგიყვან რა, იპაემაზესაც წაიყვანო რო კითხულობთ. აი წაგიყვან გაჩვენებ როგორი სტრეს მოვლენებს. ხო, რამდენიმე პროფესია მქონია, მზარეულის ყოფილვარ, ექთანის დამხმარეც ყოფილვარ, იუსტიციაში მიმუშავია რაღაც ექთანის დამხმარედ. ხო, თუნდაც. ეხა მუშაობ ველისთორში. ალბათ იცი, კურიერად ამჟამად და დაცვის სმენის უფროსი ვარ ომეგაში. კერძო ისე რამდენი რაღაცა თქვია. ხო, ნუ აი ეგ ვარ რა, ყველაფერში რო ედება და თავის საკუთარი თავის ზებნაში რო არის რა. კაი, დეითებს თუ დადიხართ? იშვიათად. იშვიათად. ეს ბოლო პერიოდი უფრო იშვიათად ხო. ბოლოს ბევრჯერაც არ ყოფილვარ. ბოლოს ვიყავი რაღაც 1 თვის წინ ალბათ. 1 თვის წინ. სად იყავი? ვინ გაიცან, როგორ გაიცანი, ვისთანაც იყავი? ინსტაგრამზე გავიცანი, როგორც ხდება ხოლმე ძირითად შემთხვევაში. და ვიყავით სამსახურში დავიყვარე. სამსახურში წაიყვარე. ანუ ხო, მე ხო კურიერი ვარ ეხლა. კურიერი ხო ვარ ეხლა. ნახე ეს კვდება. კურიერად რომ მუშაობ, ანუ მან გამოვყვა უბრალოდ რა და მთელ თბილისში დავდიოდით რა. ეგ იყო ერთ-ერთი ბოლო დეითი. არა, საინტერესოა სხვათა შორის კი. კი. რაც ქონდა მისატანი, იმას აძლევდი ხოლმე, იქ დაუდე. არა, მაგრამ თეთრიანები მომცანო ლიფტისთვის აღარ ქონდა. მართლა?
ოკეი. საყვარელი. დამეხმარა ხო სხვა რაღაცაში ვერ ხო, დამეხმარა. საყვარელი. შეძლებს დაგვარად. სხვადასხვა გინდოდა რომ დაგხმარებოდა. არაფერში რაშიც მინდოდა დამეხმარა. 10 თეთრიანები მოხდა. კი. ვაფასებთ. მაგის შემდეგ ქონდა კიდევ საუბარი მაგ ადამიანთან ან კი. იმოწერა. კი, ჩაულებრივად გაგრძელდა, მაგრამ ნუ ეხა ამჟამად აი, ხვალ 8-ზე. ანოგზე. ისატანია იქ. ვაჟაზე. ოკეი. უშუალოდ ანუ სტატიკური დეითი თუ ქონია? აუ ძალიან ადრე. სადღაც კაფეში ან კაფეში არა, უფრო აი პიკნიკის თემებში რა, პიკნიკის დედაენაში. ლისის ტბაზე. ლისის ტბაზე არა, დედაენა და მეორე რა ქვია ვაკეში რა. მამაენა. მამიდა. მამიდა. ხო, ძირითადად ზიური ხო. ოკეი, კაი, გავიგე. შენ რა სიტყვია, ბა? დეითები ცოტა ნაკლებად რა, ესე რომ რაღაც ყოფილა ბავშვობაში. ჩემი ძმის კლასელმა, მოკლედ ტვინი წაიღო რა, რომ შევხვედროდი და შენი ძმის კლასელი? ხო, და აი მეთქი კარგი რა, ერთხელ მოდი წავალ რა, ჯან ეს იყო პირველი და ბოლოც. ხო, და მეთქი უბრალოდ ყავა დავლიოთ და მე გადავწყვეტ მეორე დეითი იქნება თუ არა და. აუ ეს ტიპი იყო, ანუ არ ვიცი რა, ანუ არ მინდა სახელი ვთქვა რა და სახელის მაგრად უხდება ესეთი ქვია. რა ქვია თქვი? ზევართ და აი მე მარიამ, აი მადლობა რომ აი ესეთ რაღაცებს აკეთებს რა. ეგ აქ მეორე. ყავა. sorry. ყავა როგორც კი მოიტანეს, ხო დავპირდი რომ მე ერთ ყავას დავლევდით რა. აი ლამის ჭიჭი ჩახჩახებს რა ეს ყავა ხტები. აი იმდენად მინდოდა რომ სწრაფად წავსულიყავი, აი ეს ავიღე და პირდაპირ როგორც არახს გადაკრავ, ეგრე დავლია რა. ცხელი ყავა? ხო, პირის სადამწვარი მქონდა შიგნით. მაგის მე ლაპარაკობ ეგრე, ხო? არა. მე ეს სხვა ისტორიაა. ოკეი. ეს იყო 2014 წელს. 14 წლის იყავი? ხო. და მაგის შემდეგ არ ქონია? ყავა მაშინ პირველად დავლია თან და ბოლო ჯერ დღემდე აღარ მიყვარს ანუ. მაგის. ოკეი. ანუ მაგის შემდეგ არ ქონია დეითი? ანუ ეს რაღაცა ოფიციალური დეითი არა რა, ყველა შემთხვევითობით. და მე ეს შემთხვევითობით გრძელდება და ურთიერთობები ხა ურთიერთობაში არ ყოფილვარ და ყოველი იქნება რა. ხო. მაგრამ ეს მიმოწერებით მოდი შევხვდეთ რაღაც გავიცნოთ რაღაცები, ანუ ესეთი დეითი არა რა. სადმე შევხვდით გავიცანით ეგრე რა. ჩემთან სახლში ამოდი. აი ეს ვისაც ბოლოს ხვდებოდი. ხო. ამასთან მქონდა ეს რაღაცა თავიდან მიმოწერით და მე იმასაც შემთხვევით შევხვდი, იმიტომ რომ დეითზე ბოლოს როგორც იქნა მოვიხერხეთ რომ გავემზადე გავიპრანჭე, ანუ ძირითადად 15 წუთში ვიკეთებ მაკიაჟს ხოლმე რა, ეთყობა კიდევაც ჩემ მაკიაჟს რომ 15 წუთში ვიკეთებ და აი იმ დღეს 1-2 საათი დავახარჯე რაღაც მაგრად მოვემზადე არ ვიცი და იმ დივანზე ზიარ ველოდები რომ 1 საათში უნდა გავიდე და ჩამეძინა არა დივანზე ცოტა უფრო ხოზე და ჩამეძინა და ეს რეკაუს ერთხელ ორჯერ ხუთჯერ ანუ და აი ბოლოს პასუხობ და ყვირი რომ აი მეთქი რა შეუგნებელი ხარ მძინავს რა ტვინი წაიღო ოკეი კაი გაიხსენეთ რამე გავიცანით ხო ანუ გავიცანით ხო ერთმანეთს ჩანგაცნობას გამომარჯოს მოდი აი დასალევად მოვიდა უბრალოდ გაიმოდის ზღოლი აქ არის რომ რამე და მე აქედან ეგრევე აუ გაიხარე რა კიდე კაი მარტო არ წამოვედა ხო გაიხსენეთ რამე საინტერესო უიღბლო ან ცუდი დეითი თქვენი გამოცდილებიდან დაიწყებ თუ დავიწყო ძალიან ჯენტლმენი ვარ. სადაც 2 წლის წინ იყო ეგ თემა რა. ერთადერთი ცუდი დეითი მაქვს, რავი, დეითს თუ დავარქვათ, უფრო ცუდი ისტორია გამოდის ვიდრე დეითი. მოვყვები ხა და მიხვდებით. გავიცანი ერთი გოგო. სადღაც 2 კვირა ხვდებოდით ერთმანეთს, წერდით, ხვდებოდით. და ანუ თემა ჩამოვარდა დედმამიშვილებზე რა. ნუ მე დედის ერთად სუფრაზე იყავი? ხო. მე ვარ დედის ერთად, ანუ იმან მითხრა ძმა მყავს და მყავს და რომ გავერკვიეთ მე ვინ იყო მაგის ძმა, ვინ იყო მაგის და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ მაგის დასთან ადრე სადღაც 1 წლით ადრე მქონდა ურთიერთობა. და ანუ ეგ იყო რა ყველაზე უცნაური და ესეთი ისტორია. სხვა ესეთი დეითზე არ მაქვს რა. და რა რეაქცია? ანუ კაი, როგორი ურთიერთობა მქონდა რაღაც გართობის თემაში. ოკეი. და ძალიან გამიტყდა ეს ფაქტი რა, ხა ყველას გაუტყდებოდა. ხო და იქნებ მეორე დასაც უნდა და გართობა.
სპეციალურად გამომგზავნა ხდება. არა მგონი, ეგ როცა უნდა ალბათ მორს ითქვა. რაღაც კარგი რო არის ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, მინდა ჩემ მეგობრებს, ჩემ დედმამიშვილებს გავუყო, შეიძლება სპეციალურად და გამომგზავნო. შეიძლება კი, მაგრამ მაგის პროცენტობა დაბალი. დაბალი. ვიცოდეთ მეგობრებო. კი. გაყოფა უნდა ჩემი შენი რამ გქონდა? ხო, აი ზუსტად. შევთანხმდით. მე არა. აი, ოკეი. რა რეაქცია ქონდა მაგო? არ ვიცი დღემდე. არის ის დღემდე. უბრალოდ შეწყვიტე. ხო, ნუ სხვა მიზეზი შევწყვიტეთ რეალურად, მაგრამ ჩემთვის ეგ მიზეზი საკმარისი იყო რა, რაღაცა გამიტყდებოდა ალბათ. ხო, მაგრამ სხვა მიზეზი თუ იყო, ესე იგი არ ყოფილა საკმარისი. ჩემთვის იყო, შენთვის იყო. მაგრამ მან გაწყვიტა? კი. მან გაწყვიტა. არა, ერთად გადავწყვიტეთ რაღაც ჭკუბის გამო. ხო, დალეწე. ეთყოდი ახლა შენი და მაგარი გოგოა და არა, ეს ჯობია სხვათა შორის. აი ხედავ. ნუ ვიზუალად თუ შევაფასებთ, ისე ოკეი. ახლოს არ ვიცნობდი ამას. უეჭოლი პატარა იყო და პატარა უეჭოლი ხო. აი, შენ რას ხდება გაიხსენებ ხოლმე. ეგეთ? მე ეს ჩავარდნილი დეითია რა. რამოდენი ეს არა ლეიფსი ზახი სანტა მადრე დე ქრისტოს და გოჩესის. მოკლედ აი ისე ეგეთ რაღაც გიჟებს ხო ეკეთებ? ანუ შეიძლება ანუ ას ხელები ხელები თეთრი. ხო ვარ ზოგჯერ გასაკავებელი, ძალიან ჰიპერაქტიული ადამიანი ვარ რა და ზოგჯერ სპეციალურად უბრალოდ მოჭრილია. ხო ტოპად არის გადაკეთებული. მოჭრილი ეგ შიგნით დასამაგრებლები აქვს რა ესე გადის ჯაჭვებია, გაიგე ოფლის რო თან ჩემ თავს ვიხუთ ხო რო აქედან აქ რო წამოვა კარგად ჩამოეწუწოს რა შიგნით რო არ დარჩეს ხო ხდება დრენაჟის პონტშია რა რამოდენიმე დღით ადრე გამომიგზავნა თავისი ივენთის ბილეთები რა ოკეი. ბილეთები არა ერთი ბილეთი მე დამპატიჟა ბილეთი მე არა, იქედან ოთხი რაღაც დამპატიჟა. ალბათ გეგმა უნდა ყოფილიყო რადგან ტიკეტი გავს არის. შემთხვევებში გეგმა ყოველთვის იყო და აი წავედით რაღაცები რაღაცა წავუღე და ჟერაც უყვარს რა. მოსაწევი ხო და აი ესე რაღაცა ესე ლამაზი ყვავილი გავაკეთე მე რა ბიჭებსაც უყვართ ყვავილები ლამაზი ჯოინტები გავაკეთე ყვავილები და კონცერტი დამთავრდა და ლამისის სხვა გოგო და ეს ბიჭი ერთად გავაცილე რა ისე მოხდა რომ რავი ტაქსის კარი მე გამოვგანეთ დაჯერით სხვა გაიცნო არ გაიცნო მანამდე იცნობდა ხო და არჩევანი ესე გააკეთა რა ოკეი. არა მე ეს დიდხანს ხვდებოდით მაგრამ და რა მარტივად რო ყვებათ დიდხანს ხვდებოდით? მე ხო მე მაგის მე ეს დიდხანს ხვდებოდი აი, მაგრამ ეს უკვე პრინციპის ამბავი იყო გაიგე ეს უკვე პრინციპულობა იყო რომ გინდა არ გინდა რაღაცა უნდა შეხვდე კი ანუ აქედან მოდის ის ფაზა რომ ეს გაყოფა უნდა იცოდეთო თუ? ხო არა ბაზარი არა ცოტა მაგიტოთ ხო აი ეს ჩავაბრუნე ის იქნებოდა კარგი გავხსნათ აბა და წავიკითხოთ. კაი, შენ წაიკითხე, მიდი. რა პირობა წაიკითხე ჯერ. პირობა ხო. პირობა ვარდის ყველა ხმოვანი უნდა შეცვალო 100 ითი კი ბატონო. და სიტყვები არის უროლოგი, ნაყინი და ცხარე. უროლოგი. კარგია. შემდეგი. ჩემი პირობა არის ყოველი წინადადების დასაწყისი ტუჩებზე ადერთიც და ეგრე აგრძელებს საუბარს. რაო, ვერ გავიგე. ტუჩებზე გადებს თიც და რა პრობლემაა? არანაირი. კაი, უნდა გადმოხვიდე. და შემდეგი რომანტიკა, გადაღება და OnlyFans. კაი, შეგვიძლია დავიწყო. მიცა ეს თიცოდე პარტია რომანტიკა, გადაღება OnlyFans. ოკეი. გიმირჯიბი, მირიამ. მირიმ. გაგიმარჯოს. მი ვირ ლივინი. როგორი სასიამოვნოა. არიამი. ძლიენ სისიმი. სვეჩი ზურაბიშვილი თო. აი, ძლიენ ლიმიზი ხერ. დი მინდა შეასრულე პირობა რა. მინდი
დიკპიტიჯი. მომწონს როგორც. დიკპიკიო. აი არ მინდა რომ გავაჩერო რა, აი. ისე კარგად გამომდის ხო, ხო? აი. დიკპიტიჯი იმინზი. შიძინიძი. კაჯურად რატო ლაპარაკო? რაცა მიწი გაწესით რაცა. იცი კაცა ჩუწუძი. ცოტა ქალებმა ქაჯური ზოგადად გამოგვდის გეში გვაქვს. ისი იგი. მინდი რიმ ირილიქთენ თურქულიც გაურიე. წიმიმყვი იმ როგორი რომანტიულია. იმიტირიმ ნიყინი ჭიმით ცხირი სიმირჩი მეგობა რომ only fans. მიდი ახლა შენ ელაპარაკე. მიდი ხო ეგრე დატო. ეს გადავიდა. დატო ეგრე. ამ სტოვებ. ნუ მიყოფ გამომიღო ეს რა არის? არასტორი ხრელია ეგ. სუნთქავ. ე კარგია. კაია კი ჩვენი პაემანი უნდა გადავიღოთ. მაგრამ რიტი? just only fans. Just only fans. კირგი ბრავო. 10-დან 10-ია, ხო ვიცით ეგ ყველა? ე ხო. 10-დან 10-ია, მაგრამ რაღაც, ხო? 10-დან 10-ია, მაგრამ ჭიპი არ აქვს. შეღლო Come on. ან ჭიპი არ არა აქვს. სერიოზულად მიიღე მართლა მაინტერესებს რამდენია 10-დან 10 ხო, იმიტომ რომ მე რაღაც ოპერაცია გაიკეთა 10-დან აბა, 10-ია, გვერდახე. მაგრამ ჭიპი არ აქვს, ერთი აკლია. არ უცხრა ხო, ერთი ლოგიკური. აკლია. 10-დან 10-ია, მაგრამ იღლის თმას არ იპარსავს. 3 3? ხო აი მე აუ, ზღება რატო შეხებოა და ნაწნავები და არა 1000 აი არა შემილია აი თმა ზოგადად აი no არა. ბიჭსაც დაჟე რა ანუ მეც ჩემ თავზეც არ მევასება ვაფასებ. კი პირველი პლუსი შენ. კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ 1 წუთზე მეც ვერ გაჩავს. Okay, რა my face რა. Please. ერთი წუთი. ბანი. ბანი რა არის ბაჭია რა ვიცი. შუაშია რეპერი. არა, რეპერი სხვა ბანი შეიძლება არ არ მიგულო რეპერი. უბრალოდ ბაჭია სპორტში ვთქვი რა, ანუ ხო, რამდენია? არ მიყვარს რა, არც კულტურის ხორცი არ მიყვარს, ამიტომ 10-დან 0. 0. ხო. 10-დან 10-ია, მაგრამ საჭმის კეთება არ იცი. მე შემილია გაკეთება 10 არა 9 აი ერთი მოვაკლოთ მაინც ძალიან არ გავაიდეალობთ მე რა იყო? რასე არის. გა? რა უნდა გა კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ ტატუ აქვს only God can judge me. სად არა, ადათარვა ქონდეს რა ეს ფონი ჭალაში. არა, მომწონს. რა? მომწონს. მოგწონს? რა, only God can judge me, მომწონს. ტატუ ხო, მე რა. მე რო დებილია. იცი რა, ძირითადად ბოლო დროს ფერადკანიანებთან მქონდა ურთიერთობა რა. შესაბამისად, ამ ჩემ ფეხებს რაც უნდა ის დაიწეროს ვაფშე არ ეტყობათ. ანუ არ ეტყობათ რა ეს რა სახის ურთიერთობა? იყოს ეწეროს რა კონტაქტი კონტაქტი. მე ბაზრობ. რო ეს გადაღებები. only fans. მასიური. კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ ალცჰაიმერი აქვს და ყოველი დეითი პირველია. აუ, ეს მაგარია ზა. ყოველი დაავადება, ხო? პირველია ხო, თვითონ. ნაყურები მაქვს ეგ ფილმის ფოტოშორის. აუ არა არ შემიძლია ეგეთი თუ ნანახი ხალხო. ორი ალბათ ძალიან მეზარები ყოველ ჯერ მეც ძალიან ცუდი ვარ მახსოვრობაში ანუ ჩემი თავის მეყობა ასე რომ სამზარეულოში გადიხარ, შემოდიხარ და შენ რომ გამარჯობა. მე ლევანი ვარ. 10-დან 10-ია, მაგრამ კალიონკასთან დგას და ვიღაცას ელოდება სულ. შიგლიო სულ სულ. ჰაჩიკო არა. მე ჩემისა აი სიტყვით ვერ ვთქვი რომ ბებიაჩემ შეიძლება ეს გადაცემა ნახოს და დამიჯერეთ ხალხო რამე ისე რომ ვთქვა დახურავს საკავრობას ამიტომ აი მე ელოდება ჰაჩიკო ეგ დაამთავრე ჩემისა
10-დან 10-ია, მაგრამ რო დათვრება ძალიან ბევრს გაგინებს ხოლმე. ქონია შემთხვევა და პირველ დეიტზე. პირველზე არა მეორეზე. ჯერ არ გათამამბულა პირველზე ცოტა თავსი გავიდა და მეორეზე უკვე. ან მოყევი ეგ ამბავ. ნუ ძალიან საინტერესოა. ანუ მე არ მაგინა უშუალოდ, მაგრამ მოვყვევი კი, უცებ მოკლედ მოგინა. შემოეგინე შენს შემთხვევაში. არა, რო სვავდა, კაროჩე ეს გოგო, მე ვიყავი 20 თუ 19-ის და მაშინ იყო ის 27-ის, 23-ისო. მაშინ იყო 27-ის, ამ ჩემზე დიდი იყო ბევრად და. აჰა. სადღაც ხელის მიდამებში ქონდა ტატუ რა, სასმელი იყო, რაღაც ღვინო იყო, ჭიქაში და გადახაზული ქონდა და ანუ სულ ეკითხებოდი მაგას რატო გახატია, ანუ მაინტერესებდა რა. და არ მეუნებოდა მოკლედ და ერთ დღეს წავედით ადრე ვმუშაობდი, ბარმენათაც ვმუშაობდი, ხა გამახსენდა, ბარმენად და მიმტანად. ბარმენად და მიმტანად. ხო. მეც მუშაობდი მერიაში რამდენი ხო და კაროჩე დავლია თითო კოქტეილი რა და ანუ მე ასაკითხრო პატარა ვიყავი, უსე მომეკიდა პირველი კოქტეილი და ძალიან ისე ვიყავი და ამა რომ დალია არაფერი არ ეტყობოდა და ეს რა არის? შეთვის ყვება ეს, მე ვიცი. მე ვუსმე რა და ეს რა არისო? კაროჩე ვაფშე არ შემათრეო და რაღაც და მეორე შეუკვეთეთ, დავლიეთ, მე უკვე ძალიან იქავი, რაღაც ძალიან ჰაი ვიყავი და ამა რომ დალია კაროჩე დაიწყო გაჭედვები რა. ოკეი. ბოზიშვილი ვიყო, ეხა თუ არ მაკოცებ წავალ და ეგეთი რაღაცები დაიწყო რა. ოღონდ ანუ პრინციპში ეგეც შემეძლო მე ყოლა წეგარ, მაგრამ ეხა გამახსენდა რატომ ეგეც. და ანუ თუ არ მაკოცებ ჩემი დედამიწა და ოღონდ მარცვლა მიდიოდა ხალხო, ანუ მარცვლა რა. წავა. ანუ წამსვლელი იყო და საბოლოო ჯამში ნუ კაი ვაკოცე და არ წავიდა დარჩა. აკოცე და არ წახვიდ. რომ არ წასულიყო ძალიან ჯენტლმენური საქციელია ვაფას. და ეგ რას მოვაყოლე და მოვიწყა. აი ხო ხედავთ. 10-დან 10-ია, მაგრამ სექსის დროს სარკეში უყურებს საკუთარ თავს. და მე არა? არა. სექსსა და აფროვისა. სარკესთან. მოიცა ცოტა ხანში. ლოგიკურია სარკესთან არის, მაგრამ მე რატო არ მიყურებს? არა, ნუ -5. არა. ამ საკუთარ თავს. ხო, ანუ მე ის თავს უყურებს და მე არა -5 რა, რა ვიცი. რა იქნება შენს გიყურებს რა, არა, საკუთარ თავი უყურებს. საკუთარ თავს უყურებსო. მარტო? შენ არა, ანუ ვიხდი. ოკეი. ჩემოდგეო. კაი, 10-დან 10-ია, მაგრამ ქალიშვილი არა. 10. 10. 100. 12. 100. 12. საგო. სისხლის ეშინია, ანუ ყველაფერი შევაყოლე რა, ეგეა. კაი, მომიყევი თქვენი red flag-ები და green flag-ები. რა გაქვს? ხო. red flag-ებს დაგითმო. დაიწყო. green-ებს მე. კარჩ პირველს ისეც ვიტყვი რა, შეიძლება ძალიან ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ აი გოგო რო აიქოს ეწევა, იმენ არ შემიძლია რა. აი მეზიზღება, ხო? დაჟე გოგო მომწონდა და აიქოს რო ეწევა და ეს რო აფუჭებს არ მოგწონს. ხო რა, ანუ გვერდზე რო უზიო არ მომწონს. თუ არ ეწევა აიქოს და მაინც აფუჭებს? აი კიდე რაღაც ბუნებრივია. მაგრამ აი ძალიან კიდე მიყვარს. ხო. თუ აქამდე მივდივართ რო ეს ბუნებრივია. ვიცი უკვე სად გაგყოფ რა. ხო. მაგრამ სიგარეტ ტიროს ხო არ აკა. არა, რასიზა ხალი რო სიგარეტს მე მაგრად მოწევს, სიგარეტს რო ეწევა. ძალიან მოგწონს. კი, კი. სამწუხარ მეწყინა ძალიან. არ ეწევი? ხალი რო სიგარეტს მოწევს, რეებს იძახი. ბებია ხედავ? ესე უნდა. არ ვეწევი ხედავ? აი, შემდეგი მეტი? ფლეგი მატერიალისტ გოგოებს ზოგადად ადამიანებს ვერ ვიტან, მაგრამ ხან გოგოები და აი მეზიზღება ეგეც რა, აი ქოსები და მეზიზღება დაჟე. მატერიალისტი არსებები რა, არსებები. ანუ თან მატერიალისტი როა თან? და უფ, აი ქოს რო ეწევა ვაფშე გადახაზული. ოკეი. ჩემი red flag-ები. სიმართლე გითხრა, ისე გამოვლინებადია ხოლმე რა. ადგილზე იბადება ზოგჯერ ისეთი რაღაცები ხდება, რომ აი ეგრევე red flag-ია რა და ისე ზოგადში აი ცოტა ბაბულიკა ტიპები რო არიან ხო იცი? ჩემი დედა შევეცდეს რომ დადგინა რა. აი ეგ არ ვიცი, ჰაბიტუს რო გავს რა, აი მოხრილი. აი ძალიან აი ეგეთ უბანში გავიზარდე ბათუმში რა, მანთაშევზე და ბათუმელი ხარ? ხო და აი არ ვიცი რა, აი თელ ჩემ უბანს red flag-ი ადევს, არა და რა სიმპათიური ბიჭები არიან, იცით ძალიან, მაგრამ აი ყველა red flag-ია რა. ბათუმში, ხო. მე შემხვედრია ძალიან ბევრი.
მსგავსი ტიპის. თუმში ხო. არა, თბილისში ძალიან ბევრია, მაგას ვერ ვიტყვი რა არა. აი, კიდევ არ ვიცი რა. განვითარდები. ანუ კიდევ red flag-ია. ანუ ტიპი, რომელსაც ხვდები და სადმე ერთად გავდივართ. იმ დღეს მინიმუმ 1-20 გოგო მაინც უნდა სოლდებოდეს მასზე რა, ანუ თუ არა, არანაირად რა, აი ძალიან ყველას უნდა მოწონდეს ჩემი ბიჭი სადმე რომ უნდა წვიმდეს, ხო? ხო, უნდა წვიმდეს კი, ნაბეღლავი ოღონ, იმიტომ რომ ახმელია ის ხოლმე გაიგე ის მეორე წვიმა. ოკეი, კაი, green flag-ები რა გაქვთ? მიდიხა შენ დაიწყე, ჯერ არ მიფიქრე მაგაზე. აი ეგრე შორს ვერ ფიქრობ ხოლმე. დავისვენო რა. მარტივად რო ხდება ხოლმე რაღაცების გადაწყვეტა, ეს არის ჩემი green flag-ი, აი მაგალითად ანუ დღეს ნაურობთ? ხო. ესე იგი დღეს ნაურობთ. დღეს შენ მაძლევ. ხო. ან დღეს არ გაზლებ. დღეს მე ვარ ზემოდან. ოკეი, კაი. მაგალითად გავაგრძელო თუ იყოს ეს დავტოვოთ რა ზემო. გავაგრძელო. ხო. აი სადღაც რომ მივდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად, აი გოგოებთან ერთად, აი რომ ვეთქვი აი გოგოებთან ერთად მივდივარ, ეს ზო, რაღაც აი სად მივდივარ, ეგ აუცილებელია, სად მივდივარ. ეს ეთქვი, ოკეი რა, მე იქ რო თვითონ არ მე იქ რო ტვის არ გიჭამს რა, მე იქ რო ტვის არ გიჭამს არ გირეკავს და შემდეგ ეს ჩემთვის არის green flag-ი ეგ არის. რომ აი ანუ ანუ არა შეგინებულობა, ხო, აი შეხებდო კიდი ხარ, ხო? ანუ არა, ფეხებზე რო კიდი ხარ, არა. ანუ ფეხებზე რო კიდი ხარ, არა, აი უფრო დრო გენდობა რა. ალბათ ეგ რა. რო გენდობა რა, ანუ გირეკავს ხო, ეხა იქ ერთჯერ უნდა დამირეკოს რა თქმა უნდა და მომიკითხოს თავს როგორ გძნობ, მაგრამ ხო, ქალიც ადამიანია. ხო, დაგეთახო. კაცი ადამიანი. 4 ადამიანი და 2 არა, მე არ მიდგომს. ქალიც ადამიანია როგორ არა რა, ქალებიც ადამიანები ვართ ესე ამბობე კი. მაგრამ იქ ქალია ადამიანი. მაგრამ იქ სახლი რო იწოდა 8 ადამიანი, 3 ქალი და 2 ძაღლი იყვნენ. ეგ ვქვიწევარ, მაგრამ არ მისმენდა არა. მომყარა. ოკეი. არაფერი. კაი, შენ ასე რა, green flag-ებს, ხო? არა, ანუ ძალიან პრიმიტიულს ვამბობ რა. ჰიგიენა. აი თმა მაგის ახლა რო იბანს. ხო რა. რო ბანაობს. წვიმას რო არ ელო. აუ ეს აი მართლა ძალიან გულის ტკივილით მინდა ვთქვა რომ მაგარი სიცოცხლეა ესეთ რაღაცას რომ კიდე განვიხილავთ რომ მესმის რა ეს დაბანის ამბავს რომ კიდე განვიხილავთ მაგარი დღეს მაგალითად სანამ ზოგი მართლა არის ხო კიდე აი სანამ ტაქსი აქ მომიყვან და გეფიცებით არ ვიცი რა აი ცხვირი ამეწვა საშინლად რომ გადმოვედი მაგალითად აი გოგირდის აბანოებში თუ ყოფილხართ რა რომ გამოხვალ და კარგად რო სუნთქაო რა რაღაცა ეგეთი მჭირდა ტაქსიდან რომ გადმოვედი აი კაცი სუნიო ჩემი. დანა სადიყავი შენ? გოგირდის ხო აბანოებზე მარტო ეგ მახსენია. ანუ ეგ არის მაგრამ რომ გამოდიხარ ხო აი რაღაცა აი ეგრე კარგად კვერცხს რო გაცდება ხო? აი რაღაც ამყრალებულში რო ხარ და მე ოდნავ სუფთა ჰაერი გვხდება სხვა შეგრძნება არა და შენ საცხოვრობ? საბრთალოზე. ოკეი. აა ვერ ამბობ ვერაფერ. ხო, ნუ აი, ოკეი, კაი, ბანაობს. ბანაობს, ხო. მეტი? აი, იყოფა ორ ნაწილად, ზოგისთვის ჰიგიენა მაგალითად მე თან ასოცირდება სხეულზე. ნუ ახლა. არა, თავზე არ გულისხმობ, აი წეგანაც რო ახსენეთ იგივე. ყველგან რა, თავის გარდა. ხო, ჩემთვის ჰიგიენაა რა, ანუ მაინც თმას უნდა მე ანუ ხა ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ გოგოზე თმა არ მომწონს არსად თმის და წარბების გარდა. აი ეს ყველაფერი იყო ჯილეტის რეკლამის ბრალი რა, იმათ გამოიგონეს რომ ქალი უნდა იყოს გაპარსული რა. რატო არა? ეგრეა ჯილეტის რეკლამა მოიგონა ძალიან დიდი ხნით. მე ჯილეტს ხო, პატივს. მე ეპილაციას ვიკეთებ ბავშვი. იმათ გამოიგონეს მაგათი ბრალი. მაგათი მაგათი ბრალი. დედა თავზე აღარ მყოფნის ეს ყველაფერი რაღაცა იმიტომ რომ უფრო მეტი. კაი, ვიზუალში თუ არა მე ისეთი რაც მოგწონთ. კი, დიდი მხრები რო აქვს ბიჭს. ძალიან მომწონს რა, ანუ რაღაც მეცე გაიფიქრეთ ხო? სამხრებში ყოდა ხო? თავს დაცულად უგრძნობ რა, დიდი მხრები რო აქვს ბიჭს და რაღაცა. ანუ სიმაღლესაც მნიშვნელობა აქვს. თუ ხო, ფეხებს დაადებს რაღაცა, რა ვიცი. სიმაღლეს დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან, იმიტომ რომ აი, რავი,
ანუ დაბალი და დიდხრიანი არა, ხო? და ერთადერთი ბიჭი, სიმაღლეში? ვისაც ხვდებოდი და აი მართლა ვიცი რომ ის გვერდით ვინც იქნება, აი ყველა აი არ ვიცი რა, ძალიან მაგრად იქნება. ყოფილია შენი? ხო. აი, იმიტომ დავშორდი რომ სიმაღლეში გავასწარი ბოლოს რა. სიმაღლეს აქვს თავისი ადგილი რა. აი მართლა აი უმაგრესი ადამიანი, როგორც პიროვნება, მზრუნველი, აი არ ვიცი გოგო რასაც შეიძლება შეეწებდეს, ეგეთია რა. რამდენი წლის იყო? ჩემზე უფროსი იყო 10 წლით. და შენ გაასწარი სიმაღლეში. და მე გავასწარი სიმაღლეში. სრულწლოვანი. სრულწლოვანი. არ ნერვიულო სრულწლოვანი. ლამდე ხოდი გარდა მე მოითარე კრაშკი. მე რა ვიხრები всё. შენ რა სიტყვა ვიზუალზე? ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველ აი, მაგალითად რა რა მომწონს? კაროჩე წელი უნდა კონდეს წვრილი. არ ვიზუალს ხო იგივე ლიანი ის. ხო. საქმე ხომ თლიანად არის. ანუ ფეხის ტერფები ხო არა ამარტო. ხო რა, ანუ გამხდარი გოგოები მომწონს რა. ოკეი. აი ზოგს არ ხჩემ ძალიან ბევრი ძმაკაც მოწონს, აი ოდნავ ფუშფუშა, რაღაც შევსებული გოგოები ხო ხდება. მე არ მომწონს ეგეთები. ალბათ იმიტომ რომ ვერ ვსუქდები, მე ცოტა ისეთი ხორციანი გოგოები მომწონს. არა, მე არა. ანუ კი გოგოები შეიძლება რომ მომწონდეს, ხორციან გოგოები. მოიც. რომ მომწონდეს? ანუ რა არ არის იცი? მოგწონს? ცოტა ესე რა ვთქვათ რა, ანუ ჩემი ყველა მეგობარი ძალიან ლამაზია. ჩემი ყველა დაქალი ულამაზესია რა. ანუ არ ვიცი ეს როგორ ემთხვევა და რაღაცები. ოღონდ რაღაც ტესტირებების გავლის მერე ხვდები მეც ძალიან ლამაზი ვარ. ჩემი ყველა მეგობარი. ოკეი, კაი. აღარ მინდა აღარ ყვები ამას. კაი, მოყევი მიდი. ძალიან კარგი. კაი. ეგ იყო. თქვენი ყოფილის ახლანდელს რას ეტყოდით? შენ დაიწყე, რომლის? რომელიც გაგიხარდებათ? აი, ყველაზე დიდხანს ვისთანაც იყავით, ან უფრო ორთან დაახლოებით ერთი და იგივე დრო ვიყავი რა. ერთად, ერთს ვეტყოდი აი რადგან ეს გვარით ვერ მიხვდება, ქარდავასაც ვეტყოდი, რომ აი ვაფშე რავი გაიქცეს ეხლა. ვის ეტყოდი? ეხლავე გაიქცეს და აი მე ხო გვარი ვთქვი. გვარი ვთქვი და პირად ნომერი უნდა თქვა სახე კიდე და დავიწყო პირადი ნომერი. 01 00 ანუ თბილისელი. კაი, მეორე? და მეორესაც ვეტყოდი, აი წეღარ უყვებოდი რა, სიმაღლეში გავასწარი თქო, შენ ძალიან გაგიმართლა. იამბობ არ ვიცი. კაი, შენ ასე ეტყოდი? შეიცვალე. შეიცვალე? ეროვნება. ნუ არ დავასახელებ ახლა. აი მაგას ვეტყვი. ეროვნება არის კუთხე. ახლანდელს? ახლანდელს უცებ გავიფიქრე ყოფილს. თვითონ ყოფილს რას ეტყოდი? ხო, არა. ხო, თვითონ ყოფილს ისეთ რაღაცებს ვეტყოდი, ხო? მათქმევი. ეროვნებას არ კუთხეს. მოიც რას ეტყოდი? არა, მე ბები აყურებს თქო მე გადაცემას, მაგრამ მაგ რაღაცებს ვეტყოდი, არ ვიცი რა. ყოფილის ახალს ვეტყოდი, რომ ცუდი ვაშლი იყო. ანუ რა დაგენძრა ძმა. აი დედა გაკოთხნული. აბანტანო. რა კარგია მე რო შემოხედავ ამ დროს. შენ ესე დაგემართა შენ ყოფილთან? არა, მე ვერ გამიქარჩა მაგდონეზე, მაგრამ მაგას თუ გაუკარჩა, თუ არ გაუმართლა, ეგრე მოხდა. ცოტა შემოფრთხა, მაგრამ. კაი, ოკეი, ანუ ცუდად არა, ცუდად არ დავშორებულობთ. პროსტა ხასიათიდან გამომდინარე მომიქრა. შეგიძლიათ ერთმანეთს კითხოთ, რაც გაინტერესებთ? 25-ის ხარ, ხო? იდეალური გამოყენება იყო. მაინც თავი დავიზღვი. აი, რა ვკითხო. კითხე შენ რა თქმა უნდა. თავდასასხმები? არა, ვიხუმრე, დაიგიდე. რაც 24-ის გავხდი. 25-ს ცოტა ცუდად ვარ, 24-ის ხო გავხდი და მე 25-ისს გავხდი, მაგრამ ეგრე მუშაობს ხოლმე. იქ დავყვები რა. ლოგიკურად. აი მანამდე როგორც თქვი 10 წლით უფროსი იყო თქო ეს ჩემი შეყვარებული, მაგრამ რაც 24-ის გავხდი სიმართლე გითხრათ, ხო, აი შენ პირიქით დიდები. ან ჩემ ხელები ან დიდები პატარებთან, ხო ვერ რა. ჩემზე პატარებთან. არ ვიცი რა შეიცვალა, მაგრამ აი თაფლზე ალერგია აღარ მაქვს, ეგეც კი შეიცვალა და ალბათ სკემონების ამბავიც იცვლება ხოლმე რა. ოკეი. კორონას შემდეგ ალბათ. ანუ კორონა იყო რაღაცნაირი. ხო, გაიხსნა ახალი თემა ამბავი რა.
იმიტომ რომ ჩემს ოჯახში ყველას დაემართა, ჩემს მეგობრებს, აი, არ წერე? ვიცი რა, დაქალწრიში გუძურებოდი რომ მაგრამ ის ნეჭავს ჭამდი და რაღაცები, მაინტერესებდა თვითონ ეს შეგრძნებები რა იყო რა. კორონას, ანუ გადადება გინდა? ხო, აი ეს მინდოდა რომ დამარ ხალხო, რომელ დეიტზე მელაპარაკებით, გლობალური ვირუსი იყო და ის გლობალური დათბობა გველის ხალხი. ანუ არ ვიცი რა, ყველას დაემართა, მართლა რაც ყველას მინდოდა და ამის გაკეთება. ამან მე, ანუ ამ იმასაც კი არ ვუნდოდი რა, გლობალურ ვირუსს, თუ რაც არის რა მასშტაბი. ის რა პრობლემაა? აბა. აი, მაგრამ მე შენ რა რაც რა გაინტერესებს? გავიკეთე და რაღაცები რა გაიკეთა? 10 რა იკითხე ხო. ხოლმე. მე არ გამიკეთებია. შენ? მე გავიკეთე. მე არა. რატო გაიგეთე? რატო გაიკეთე ბიჭო წამო? რატო გაიკეთე წამალი? დეიტზე სადან პატიჟებდი? ო, დეიძე დაგპატიჟებდი. აი ელექტრონული რა აი რა ქვევში ელექტრონული მუსიკა მოგწონს? ესე რა. ისე რა, ანუ რა, ვაფშე რა მოგწონს? მაგის მიხედვით გადაწყვეტავდი რა. მუსიკებში თუ ვარჩევთ αφრო. აფროამერიკულები? αφრო იმენა αφრო. აფროდიზიაკები. არ ვიცი ეგრე. αφრო აფრიკიდან. ანუ ზოგადად αφრო. პაპულო. აფრონდელში წაგიყვანდი. ჰა? სიმღერა ერთ-ერთი ბონაბოის. აფროლენდში წაგიყვანდი. ვიცი ეგ ადგილი? სიამოვნებით წამოვიდოდი. იცი ეგ ადგილი? ვიცი ეგ ადგილი და ძალიან საბერძნეთში არის ერთ-ერთი ადგილი. დაწესებულება. აფროდელში. ძალიან დიდი მადლობა რომ მე აბიჭი. უბრალოდ მან გაჩუნდი ბიჭო. უბრალოდ დაემთხოთ ან ხო, მან წაგიყვანდი. ჯერ ის მოხუცნა მოუვაროთ და ხო, საბერძნეთში რა მაგის პრობლემა გამო. მოვუვლით. ოღონდ ისეც, თითო რომ თითოს ორ წელში ორივეს. აღარ იქნება რა პრობლემა. ვერ გავკაჩავთ ორი. კაი, შენ სად დაპატიჟებდი ლევანს? დეიტზე? ხო, არა. ავტობუსი. ეს რა არის იცი ეს მომენტი აი დეიტზე აი ამ დროს ფიქრობ უკვე რა რაღაცა რო თქვა და შემარგე ეს ფიქრი ხო შეიძლება რა გაველოდოთ. შენ ელექტრონული აუ ეგრე ჩამეძინება რა ელექტრონული მუსიკა მომწონს. აი ესე მეკცევია აცალე რა. დეიტ მაგიტო არ ხომ დეიტზე ესე მეკცევია სულ რანაირად მეკცევით რა არის ეს თქვი? ჯორჯოუკ. მე მაგალითად დეიტზე წაგიყვანდი ტაილანდში არ მიყვარს. ქნა არა ტაილანდში რატო? სხვათა შორის რო წავედი მეც მაგარ გოგოს რაღაც დიდია. ფიქრებში ვიყავი მეც ტაილანდში ვიყავი მაგრამ ისეთი კარგი გარემოებია იქ სხვადასხვა კონსულებზე და ადგილებში ხო რა თქმა უნდა ბევრი მასშტაბურია რა ეს დიდი ხნის პაემანი იქნებოდა 1-2 თვე ვერ გამოაღწევ რა პაემნიდან აი პაემნიდან 1-2 თვე ვერ უნდა გამოაღწიო რა და იქ ჭკაჭლობით რომ მოდიხარ. იდეალური ბევრი ადგილია სადაც წაგიყვანდი რა ტაილანდში. ტაილანდში მე ყოფი არ ვარ სხვათა შორის. კაი, მოდი თვალები დავხუჭოთ. თვალები დავხუჭოთ და მოიცა. ცერათით ის ხო მოძრაობით. და ანუ ეგ როგორ ესეც შეიძლება? ხო, ანუ ესეც ასე, და ასე. ესეც. ოკეი. აი ესეც შეიძლება და ეს ხელი მოაბრუნა და ვაფშე მინუსებში გადაიყვან. კარგია. საკუთარ თავზე ეგ ის გაქვს? შეხედულება. ანუ მე უბრალოდ შანს კაც. არა. მე ვიცი ეგ. მოდი ისა თვალები დავხუჭოთ, ცალი ხელი გამოვწიოთ. და სამის თვალზე ცერათით მაჩვენეთ მოგეწონა თუ არა თქვენი პარტნიორი. მეწყვილე, ხო, პარტნიორი. ცოლი. 1 2 3 კი ბატონო, ჩამოწიეთ ხელი. შვენიერი. ტაში მომწონს. მადლობა. შენ თქვი რა მოგეწონა ლევანში და დავასრულოთ. პირველ რიგში სხარტად რო აზროვნებს. სწრაფად ლაპარაკობს მომწონს ან გურული ვარ არ ვიცი მე. შემჩნევია საკუთარ კაჩას თავზე. მაგეთ. მაგრამ კაი. და ანუ არ ვიცი მაღალია. ისე გადაშენდნენ. რა პრიორიტეტები აქვს? ძალიან გადაშენდნენ ზოგადად მაღალი ბიჭები არა, რატო, მე სტაფია და სიმაღლე. ხო. სწრაფი რა? კიდევ ანუ ვიზუალურად სწრაფად ძალიან ლაპარაკობ. სიმპათურია. მიუხედავად გადაპარსული თავისა ძალიან სიმპათურია. მიუხედავად რატო? ანუ თმები მიყვარს, მაგრამ ანუ შენა გოგო. კეთილი, დიდი მადლობა ლევან, დიდი მადლობა მარიამ. მადლობა სოლოტიბას და აი ხა მე რა ხდება ერთი წამი არ შუქს თავი გადაცემა. მე რა ხდება პაემანზე მივდივართ კიდევ დალაიქეთ. მომწერ. მე მომწერ.
დამთავრდა გადაცემა, გამოიწერეთ მისი არხი მეგობრებო. ძალიან მაგარი არის კონტენტი ნანებს გაქვს და ძალიან კარგი და მინდა რომ საყვარელი გამოიწერო გადაცემა. ნახეთ ყველა მაგას. დიდი რესპექტი შენ ჩემგან ყოველ შემთხვევაში. მადლობა თქვენ.